მოკლედ მე მაინც მინდა დავიწყო ფსიქიატრებით. როგორც იტყოდა იჩქერიის მეხუთე პრეზიდენტი აბდულ ხალიმ სადულაევი, ეხლა არ მხოლოდ ევროპის და შეერთებების რადარზე ვართ, არამედ ჩვენ ვართ მათი პარტნიორი ქვეყნები. ამ მუხტს ვერაფერი ჩააქრობს. ეს მუხტი არ არის გამოწვეული არც NGO-ებისგან, არც პარტიებისგან, არც ვიღაც ინდივიდუალური პირებისგან. ეს მუხტი არის ქართველი ერის ღირსება. ერთი რაღაცაა მნიშვნელოვანი, რომ სახელის გატეხვას ჯობს, რომ თავი გაგვიწყდეს და ხალხის მეცე როგორ დავიწყო, როგორ იწყება? აქ ჯარიმის მეშინია. რატო უნდა მეშინო? ვისი ჯარიმის უნდა მეშინოს? ამ პოლიციის? მთავრობას მაინც ვერ გავაგებიეთ ის, რომ ჩვენ ევროპა არ გვინდა. დღეს თქვენთან არის აკაცუკი, თქვენთან არის გონდორი, როჰანი, ფროდო ბეგინსი, ჰარი პოტერი, გრიფინდორი, რა ვიცი, ატრეიდესების საგვარეულო. ჩვენ უკვე დავინახეთ წინა დღეების განმავლობაში ამ საპროტესტო აქციებზე, რომ ჩვენ მომავალ ექიმებს გვიჭრიან ჰიპოკრატეს თვითონ და მისასვლელ ყველა გზას. უკვე მეოთხე დღეა, რაც ინდუსტრიები ვართ გაფიცულები და უერთდებ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს. რა თქმა უნდა თავისუფლება რეჟიმის პატივებს. ხვალ 7 საათზე პარლამენტის წინ გელოდებით ამ არჩევნებს არ ვაღიარებთ ხალხო. ჩვენი პროტესტი არის, რომ არასდროს ჩატარდა ყველაფერი და ხალხისთვის რო არავინ არაფერი არ არის. არანაირი არაფერი. ამას როგორ შევაფასებ? ამას შევაფასებ როგორც ქართველების გამარჯვებას! ვაღიარებ 3,800,000 ადგილზე იმყოფებიან მოქალაქეები, რომლებიც სპონტანურად გაიგეს, რომლებმაც ამ აქციის შესახებ სპონტანურად გაიგდნენ. დიდი მადლობა, რომ მომაწოდეთ მიკროსკოპი და მაგ თქვენ ქვეყნის სადარჟეროჟზე გეხართ. ვეღარანაირად ვეღარ აპროტესტებენ მთავრობა, ხელისუფლება ვეღარ რა დაშვილი ვიყო. გამოსილიო, გაერთიანება მოსახლეობის იქა და აქა. იწყება აქა. მე არ მოველოდი, უბრალოდ მე ყველაფერს მოველი, არ მოველოდი, იმიტომ რომ არ მოველოდი, მაგრამ ამავე დროს მოველოდი. სადაც მითხარი რომ აქ იქნები, ამ დროს როცა მოვიდა, მე იქ არ ვიყავი. და დაჯდა იმ სკამზე, რომელ სკამზეც მე ვიჯექი. ამან მოიგო, იმან წააგო. მაგრამ როდესაც ამან მოიგო, მაგრამ ამან არ მოიგო და იმან რო წააგო და ამან მოიგო. თუ რამე გამეგოს ბოზიშვილი ვიქო. წინ მებრძოლო ქართველო! ამღვრეული მდინარეა ეს ცხოვრების დინება. წეულია ის კაცი, ვინც მოიგონა გინება. თქვენი სლოგანი, ხელთა ფოტინი. ერთად ველოდით. ჩემი გრძელი სანთელი, არიცი რა გელის, რა გველის. გარეული ვარდის შტოსაგარან სტვირი გააკეთა და რადიო ასხუთის პირდაპირ ეთერში ტვინს სათქმელი არ შეიცვალა. პირველი დღიდან აქ ვარ, უკვე ბევრი წელია აქ ვარ. გავარტყი ამათ ყველანაირ მშვიდობას. დავედით მამაცო. კიო მივიდა, ყლეო მივირჩევნია. მაგრამ სამშობლო მიყვარს. აი აქ, აი ამ გულში. ვარამია, რომელიც გაიქცა მიტინგიდან ეხლა და იქ გეი კლუბებში დადის ალბათ ბრიუსელის ახლა, მაგრამ იქ გაერთობა. და ხარ მოგატყობს კიდევ რაღაცას. სადაც მინდა იქ დავდივართ. ხედავთ ალბათ ნიკუდას ეროვნულ ბაღლინჯოს აგერ. თბილისში ცოფი დაფიქსირდა, იძებნებიან ადამიანები, რომლებსაც
მიუსაფარ ძაღლთან კონტაქტი ჰქონდათ. მოკლების შედეგად იდენტიფიცირებულია დაავადებულ ცხოველთა შეხედლობაში მყოფი 6 პირი, რომლებაც უკვე მიმართეს სამედიცინო დაწესებულებას, თუმცა ადგილობრივების განცხადებით დაავადებულ ცხოველთან კონტაქტში იმყოფებოდა კიდევ რამდენიმე პირი, რომელთა ვინაობაც უცნობია. აჰა. დიახ, ზუსტად ასე ხდება. დიახ, აი მოდის. თუნმა ლუდი დავლია და ჩემს ეს პრობლემა სირცხვილია როგორც ქალი რა ლუდი დავლია. რა დაზიანებები აქვს შეგიძლიათ გითხრათ პაციენტ? ბატონო, ალკოჰოლური მოკლედ ჩემ ძველი მეგობრები მეხუმრებოდნენ მაგათ მარიციანი შეგიძლია გაცილებით მეტყავს დარჩა. პედაღლე არისო რა. შევბიჭო ქართველები ეგეთები გონივა. დაიბო გაჭაპიშუკლე ჩაგლე წაგაჭა. დენდაფები აქვს, გადოხრები მოუნდა კეთილი ხალხი, კეთილი ხალხი. ძალიან ბევრი. ჩემი მოთხოვნა აი ეს ახლა გაიწიოს და გაგვატარონ. აი ჩემო ძმა, აუცილებლად აწი გავითვალეს. ჩაბარდა ევროპული ცივილიზაცია. თუ აქამდე ჩვენ ვებრძოდით თავრობას, ეხლა ჩვენ ვებრძვით არავის. აი ესე გვიწევს ახლა აქ მუშაობა პრაქტიკულად. როგორ ყავშია გახვეული ყველაფერი. თქვენი ფანტაზიური დედები უნდა მე ყველა ის მოსამართლე და პროკურორი ვინც ამაში ჩართული არის, ჩემთვის როგორც ამ ქვეყნის მოღალატისთვის არის შუბლებას ვანწყავენ და ახლა მაგალითად გუშინ მქონდა პრობლემა, შვიდობა გვინდა, შვიდობა რომ მინდა იმით. ხელი გაუში! იშა საკაშვილი must be free. შენ მოგიწადებს. მეკითხებიან, რა არის გეგმა, რა არის ოპოზიციის გეგმა? გეგმა ვარ ჩვენ. დაახასიათეთ მამუკა ხაზარზე 3 სიტყვით. 3 სიტყვით ვერა, მაგრამ 300 შემიძლია დავახსენო. ლელო არის, როგორ გითხრათ, მოკლეკაბიანი, ლამაზი გოგოსავით საფეხბურთო მოედანზე. ყველას უნდა ის თავის გუნდში იყოს, ოღონდ არა იმ მიზნით, რასაც ფეხბურთის თამაში ქვია. ეხლა თუ არ მომანადებ, კარგი იქნება, ძალიან ხო. ჩემსი, გამოდი, დავამთავროთ ეს ყველაფერი. სად არიან ახალგაზრდები, კაცო? ამ ბავშვებს თავი დაანებე რა შენ გეუნები, ხო? პლუსებს ვეცო, ხელი გაწეთო შემოგალეწავ ცხვირს. მოგესალმებით, ვიწევთ საქართველოს მოქალაქეებს. არ გვინდა მაკდონალდის მაგივრად პუსნაი ტოჩკაში ვჭამოთ. დიდი ნეტა მაგ დროს მოვესწრო რომ მაგაზე ვიკაიფოთ, ისე ვიკაიფოთ რაღაც. ჩაი ხაროში ჩაი. გააღერკარები რუსებო. მე თქვენთან ვარ და ვიქნები. აბა, ჰა. ეხლა დავისალოთ, ავიდეთ დავისვენოთ და დღის განმავლობაში ჩვენ გადავიგეგმებით და შეგატყობინებთ შემდეგ რაღაცას ნაბიჯს რაც გავაკეთებთ. სავარაუდოდ ალბათ უფრო ხვალ. ნაშას მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით გნახავთ.